რატომაც მომწონს ჯგუფური თერაპიები კონკრეტულად ეს მიმართულება, რომ განსხვავებული ადამიანები ვართ თითქოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას რამდენიმე რაღაც გვაერთიანებს და კიდე იყო აღმოჩენა ჩემთვის იმის, რომ ნუ აი 99% თქვა, რომ რა ხატვა, მე არ ვიცი ხატვა და ისეთი საოცარი ნახატები იყო, რომ ნუ აი როგორ შეიძლება თქვა, რომ არ იცი ხატვა რა, აი მაგიტო არის, რომ უნდა გათიშო ეს შეფასება, რომ ტვინი გეუბნება, რომ ვიღაც უკეთესად ხატავს შენზე, ან მე არ გამომივა. გეთანხმები. სხვათა შორის მაგ დღის მერე ვფიქრობ, რომ აღარ არსებობს დაბრკოლება, რომ არ ვიცი ხატვა, არ ვიცი სიმღერა, უბრალოდ მე ვიცი ისე, როგორც მე ვიცი. და თან ვისთან შედარებით. ხო, აი მაგას ვამბობ, ვისთან შედარებით მე ესე ვიცი და ეს არის ჩემი შემოქმედებითობა და ესე რომ ავიღოთ ახლა სახელი და გვარები არ გვინდა, მაგრამ დიდი მხატვრები ხო ზოგს მარტო წითელი ტილო აქვს დახატული სულ ღრმა ციცითლე და ეს ღირს 45 მილიონი და 48 ამიტომ მართლა ყველაფერი უნდა მოვიშოროთ რომ მაგრამ რთულია სკოლის ისეთ სისტემაში გავიზარდეთ სადაც ქულები იწერებოდა ერთი სტანდარტი იყო და ის არ არის და შენ რატომ მიიღე 4 მე რატომ მივიღე 4 იმანაც 4 მიიღო ანუ აი ეს რაღაცა იდიოტიზმი და ამისგან თუ თავისუფლდები და ესეთი პრაქტიკები ძალიან გეხმარება